დაბრუნება 224 დღის შემდეგ. გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში პირველად ითამაშა, პრესტონთან 15 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა. ჩაკვეტაძეს თითქმის 8 თვე გაუწდა, პრესტონთან 15 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა. 7 თვე და 20 დღე, სუსტად ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს ითამაშა და დღეს დაბრუნდა 234 დღანი პაუზის შემდეგ. ქართველ ფეხბურთელს 5 აპრილს მიღებული ტრავმა ზაფხულში გაუმიზეს და რის გამოც მისი გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა სათამაშოდ მზადაა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წუთით მაინც. ჩემპიონშიპის მე-17 ტურში უოტფორდმა პრესტონს უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა. მასპინძლებმა ქულა მამადუ დუმბიას გოლით გადაარჩინეს, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა 1-1. ჩაკვეტაძე თამაშში 74 წუთზე ჩაერთო. მან ვერ შეძლო გუნდს გამარჯვებაში დახმარებოდა, მაგრამ რომ დაბრუნდა და ითამაშა, ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია. იმედია ნელ-ნელა ის ფორმაში შევა და ძველებურად ათამაშდება. უოტფორდი 24 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1 დეკემბერს ბირმინგემ სიტის ესტუმრება.